ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი გამოშვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოხდარ ყველა სიახლეს გაიგებ. რა თქმა უნდა, ჩემი საინფორმატორო ფურცლების საშუალებით. ინფორმატორიდან თქვენ უკვე იცით, ვარსკვლავებისაკენ სტარტს კიდევ ერთი თინეიჯერი სალომე წვერაიძე იღებს. მან უკვე გადაიღო კლიპი თავის პირველ სიმღერაზე. ახლა ეს გადაღებული მასალა სამონტაჟოში შეიტანეს და მალე მზაბ პროდუქციასაც ვნახავთ. ახლა მონტაჟის პროცესშია კლიპი სალომე წვერაიძის, რომელმაც რამოდენიმე სიმღერა ჩაწერა ინტროსთან სტუდიაში და ფაქტიურად სალომე არის სტუდია ინტროს პროექტი, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. ახლა პირველი კლიპი იყო სალომესი. არაჩვეულებრივი არ არის, არაჩვეულებრივი თინეიჯერული კლიპი, მხიარული ხასიათის, როგორც სიმღერა, ასევე კლიპის მხიარული ხასიათის იქნება. დინამიური იქნება, როგორც უმეტესობა ჩემი კლიპების და მე მგონი მოეწონება მაყურებელს. დარწმუნებული ვარ. ჩემი კლიპი თუ არ მოეწონება, სალომეს სიმღერა მაინც მოეწონებათ. სალომეს უყვარს კამერა და კამერასაც უყვარს სალომე. ეს ჩემი პირველი კლიპია, როგორც აღინიშნა უკვე და ძალიან გახარებული ვარ. კლიპის გამოსვლის შემდეგ უნდა ჩავწერო ერთი სიმღერა კიდევ. ასე რომ ყველა იხილავს სალომეს ცოტა ხანში და ყველა შეგიყვარდება, დარწმუნებული ვარ. ჟურნალ თინეიჯერებს 3 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად კლუბ ნუანუაში ჟურნალის თანამშრომლები, ანუ თინეიჯერი გოგოები და ქართული შოუ-ბიზნესის ის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ თინეიჯერებთან. დღეობაზე ყველაფერი ყველა წესის დაცვით ხდებოდა, ცეკვებით, სიმღერებით, ტორტის ჩაგრობით და ასე შემდეგ. მოკლედ სიუჟეტი ვნახავთ. საგამშვიდობისა. Journal Teenagers. მინდა მიულოცო ჟურნალ თინეიჯერს დღევანდელი დღე. უსურვებ მათ ყველაფერს საუკეთესოს, ყოველთვის კარგ რესპონდენტს და რაც თავარია ბევრი მკითხველს. ჩემი შემოქმედება რაც დაიწყო, თინეიჯერი ყოველთვის ჩემთან ერთად იყო და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რედაქტორი ყავს. ნათია ძალიან კაი გოგოა. იცი რა, ალბათ რედაქტორის კულტურა ყოველთვის ეთყობა ჟურნალს. რა თქმა უნდა, საიუბილეო თარიღი ყოველთვის სასიამოვნოა და ყოველთვის აი ესე დღესასწაულს უკავშირდება. ძალიან კარგი ჟურნალია, მე უპირველეს ყოვლისა ხაზი მინდა გაუსვა, რომ ამ ჟურნალის რედაქტორი და საერთოდ სარედაქციო კოლექტივი არიან ძალიან პატარები, ასაკი და რა ვიცი, აი მათ შრომის უნარიანობას, მათ შრომის მოყვარეობას ძალიან ვაფასებ. ამ ჟურნალს წავიკითხავ სიამოვნებთ ყოველთვის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მომღერლებს, საქმე საზოგადოება და ყაზბეგს, რომელმაც დაგვაფინანსა ნოანოას. ყველას დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ ვიქნებით, ვიმოღვაწეებთ, გამოუშვებთ ჟურნალს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გვერდით იქნებიან ჩვენი მომღერლები და მკითხველები. და დიდი მადლობა მაესტროს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულ გვერდით ყავს და სულ ხარს გვიჭერს. ჩვენ მეგობრობთ თინეიჯერებთან, რა თქმა უნდა, თინეიჯერებიც მეგობრობენ ჩვენთან და მე როგორც ყველაზე დიდი თინეიჯერი სულ ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა რომ თქვენ ჩვენ გვერდზე ხართ და რა თქმა უნდა ჩვენც ყველანაირად თქვენს გვერდით ვიქნებით. კლუბსავენის ახალმა ადმინისტრატორმა დუტა სხირტლაძემ კლუბის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მსახიობმა დუტამ რა თქმა უნდა არც საყვარელი თეატრალური სარდაფი დაივიწყა და მათ დამფუძნებლებთან მოაწყო შეხვედრა. რა თქმა უნდა, საუბარი თეატრალურ პრობლემებს უფრო ეხებოდა. ბატონი ლევან წულაძე, შოდი კოგორჯის და ბატონი ოთარეგაძის საღამო ასე ვთქვათ. ეკნებათ ბევრი კითხვები ალბათ მასთან. არ ვიცი როგორ უპასუხებენ ესენი. ჩვენ ვართ სტუმრები, მოწვეულები, ვართ კლუბის წევრები. და ნახოთ როგორ წარიმართება დღეს ყველაფერი. ანუ ჩვენს ხელში არის დღევანდელი საღამო. კოდრებს ეთყობა რომ ინფარქტი გქონდა და გადააწოდეთ პირდაპირ და გადავაწოდეთ თქვით და ეგ არის. ჯუღელი როგორც ბიზნესმენი დაგვემატა დამფუძნებელთა სიას და საერთოდ ამ კლუბში რაღაცნაირად აი ორგანიზატორის სახელით მოვედი და დღესდღეობით ეხა ხდება ის რომ თეატრალური სარდაფის დამფუძნებლები მოვიყვანეთ ჩვენთან და გვინდა რომ რაღაცნაირად საზოგადოება გაესაუბროს. ვისაუბროთ თეატრალურ სარდაფზე, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე პოსტსაბჭოურ სივრცეში. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ოთარეგაძესაც გავსაუბრებოდით, მაგრამ ვინაიდან რადგანაც უფროსი ქალიშვილი გაათხოვა, შესაბამისად იგი იმყოფება მძახლებში. აი ასეთი ინფორმაციაც მოგაწოდეთ, ვლოცავთ მას ყველაერთხმად და ტაშის დაკით. კიდევ შენ დაგავიწყდა ყველაზე ბანალური შეკითხვა, რატომ სარდაფი? და რატომ არა ჩერდაკი ან რაღაცა ესე რატომ სარდაფი? იმიტომ რომ სარდაფში აღმოჩნდა ცარიელი სარდაფი, რომელიც მოგწეს იაფად. ხდება შეხვედრა, დუტა ხდება ჩვენ მის რეჟისორებს და მეგობრებს. დუტა არის ორგანიზატორი, რამდენიც მე ვიცი და მის მეგობარი გიორგი. ბოთლებზე ლაპარაკი კი, აბა. თქო, ესე იგი ძალიან გავდით მეშახტეებს და როგორც მეშახტეებმა მითოლოგია ძალიან ახლოს იყო რა გერმანულ ეპოსში არის მეშახტეები, გნომები არიან მიწისქვეშ მეშახტეები არიან რა გავდით ამაზე და ეს მითოლოგიური ზღაპრული გობლინები პატარა ქვა ჩამოვარდა და ამას მოყვა ძალიან ბევრი რამე. ჩვენ ეს პატარა ქვა ვიქნებით, ჩვენ ძალიან ბედნიერი ადამიანები ვიქნებით. ჩვენ ხარ ვეთყობებით. საფეხურებრივი ჭერი იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს თეატრი. 28 მაისს ქართველი დიზაინერის ალთო ცქვიტინიძის ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართება აჭარა მიუზიკლში. ამ დღისათვის ალთო მთელი მონდომებით ემზადება. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი ხელით ნამუშევრები. არის ძალიან ბევრი მაღალი მოდის ელემენტები, ეს იქნება აზიური ღამე, სპორტული ელემენტები, მე-18 საუკუნის და აზიის ერთად შერწყმანი, ანუ კოლექცია არის თავიდან ბოლომდე, აი ბევრი სინთეზით შეერთებული, არის ძალიან ბევრი ფერი, ფეხსაცმელი მზადდება ჩემი დიზაინით ახლა. ეს იქნება პირველი ჩემი ფეხსაცმელი ჩემს ჩვენებაზე. ფეშენის ჩვენება იქნება, ეს არ იქნება რაღაც გარკვეული სპექტაკლი. ეს იქნება ჩვენება, უბრალოდ მოდელების, ოღონდ, რა თქმა უნდა, სტილიზებული.
ხო, რაც შეეხება ჩემს ბოლოკაბას, არ მინახია ჯერჯერობით დამთავრებულ ვარიანტში. და ნუ მე ვენდობი ავთოს და აბსოლუტურად ვფიქრობ, რომ იქნება არაჩვეულებრივი კაბა და ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.